დავლიოთ ჩვენ ხო? ოპა! If tomorrow is judgment day, sing, mommy. And I'm standing on the front line, and the Lord asked me what I did with my life. აისია მეგობრებო, გოგო მთელი დღე იმსახება იპრანჭება რომ წავიდეს თავის სატრფოსთან პაემანზე, მაგრამ უცებ ჰოპ, გავეთ კაც და ბიჭი აღარ არის, მხოლოდ ყვავილები დარჩენილი ვარ. დასულა სადღაც. ეს ყვავილები კიდევ ოდესღაც დაჭრილებია. ხშირად იყავით, თქვენი სიყვარულის ისე არ დაჭრილეს, როგორც ეს ყვავილები. მე ნიკა გრიგორიაშვილი და ეს ერთგულების ტესტია. უკაცრავად, გამარჯობა. ხო არის ეს სპორტის სასახლის სალა რო სად არის? არა. ბილეთები მინდა რომ ვიყიდო რა, მაგრამ ერთ-ერთი ბოიბენდის კონცერტია ძალიან შიგნით იქნება. შიგნით არა, იქ რაღაც გამოფენაა, ვიყავი უკვე. აბა წრეს დავარწავ. შემოული იქნება რომ მინახო. მადლობა. გამარჯობა. ბილეთები მინდა თუ შეიძლება კონცერტზე. აი, ვიცით ვისი კონცერტი? რა ლამაზი და რა საოცარი, დღეს მე დილა გამიტენდა. ერთი წუთი თუ არ შემაწყვეტინოთ, ის ვინც მიყვარდა, დღეს ის აქ არის და ეს საოცრება შენ ხარ. ქუჩის ბიჭების კონცერტი, არა? ორი ბილეთი, იქნება ვინმე გქონდეს რა. დავაგვიანე ხო? უკაცრავად. დამაგვიანდა მეგობრებო, რა გავაკეთო? რაღაცნაირად ისე გამოვიდა, რომ გადავეკიდე ამ ქუჩის ბიჭებს და მორიგი ბიჭონა უნდა დავტესტო მე. კიდევ ერთი ხაჩიძე. ოღონდ პაატა ამჯერად. ჩემი პაატა პატუნა ხაჩიძე უნდა დავტესტო ერთგულებაზე და ვნახოთ როგორ მოიქცევა ის. იცით რაზე ვფიქრობ მე? გურამიკო და პიკასო როგორ არიან ნეტავი? ქმრობენ ვინმესთან? არა უშავს ბიჭებო, თქვენამდეც მოვალ. არ დაგწყვეტ გულს. უხელს იზმრად ნახე არ მასვენებს ეგ თვალები, ვისიც ხაჩი გნახავ, ვერსად ვერ დამემალები, შენ ზღვის პირას გახარ. სახელი პაატა, გვარი ხაჩიძე, ასაკი 38 წლის. პროფესია გაგიკვირდებათ და ეკონომისტია, თუმცა დიპლომს ბევრი ჩვენგანის მსგავსად ეგეც ვერ იყენებს. ჰობი მისი მეგობრების თქმით, როგორც კი თავისუფალი და გამოუჩნდება, ეკრევე სავარჯიშოდ გადის. პოპულარულია ქალებში, რომლებსაც უყვართ ქუჩის ბიჭური გაგების, მაგრამ ამავდროულად ქართული ტრადიციების მოყვარული ბიჭები. დასაქმებულია სამწუხაროდ, როგორც ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების უმეტესობა არსად. თუ არ ჩავთვლით ქუჩის ბიჭებს. შვილები 3. ქორწინებაში 9 წელი. მეუღლე ლილე ბულორდავა. ჩემო მეგობრებო, მე ახლა მოვედი ერთ-ერთ უმშვენიერეს კაფეში, სადაც მელოდება ჩემი მეგობრის პაატას უმშვენიერესი მეუღლე ლილე. და ჩვენ ერთად უნდა დავგეგმოთ, როგორ ჩაუტარებთ ერთგულების ტესტს პაატას. სად გავაკეთებთ ამას, როგორ გოგონას ვიყვებით და ასე შემდეგ. ტრადიციულად როგორც ხდება ხოლმე. მადლობა უნდა გითხრა პირველ რიგში, იმიტომ რომ დაგვრთანხმდი ამ ჩვენს იდეას. მივესალმები მე შენს თამამად გადაგმუნა ბიჭს, ეს კარგია. და ახლა რახან დაგვრთანხმდი? მივიყვანოთ საქმე ბოლომდე, ასე ვთქვათ რა და ჩაუტაროთ ტესტი ჩვენს მეგობარს. ჩაუტაროთ. ნახოთ როგორ გაიგის. ისე თუ აქამდე რამე მსგავსი თუ გაგიკეთებია, მაგრამ თუ ჩაგიტარებია რამე. არა, არაფერი. არც გაგჩენი ამის არავით არის სურვილი და არა. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. სად შეიძლება რომ გამოვიჭიროთ ჩვენ პაატა? სად შეიძლება მოვუწყოთ მსგავსი სიტუაცია? ნუ ახლა მსგავსი სადაც რეპეტიციას გადის ალბათ, ხო? ხშირად სადაც მოძრაობს. კი, ხშირად არის რეპეტიციაში. სტუდიაში ალბათ სადაც ხშირად დადის. სტუდიაშიც დადის, კი, ვარჯიშობს ყოველ დღე. ვარჯიშიც შეიძლება. შეიძლება და ამავდროულად პარასკევებით აქვს ხოლმე გამოსვლა. სანამ კონცერტი დაიწყება, მანამდე ადრე მიდის ხოლმე რაღაცა ამზადებს რაღაც სანამ ბიჭებიც კიდე მოგროვდებიან და მომწონს იდეა მე. ხო, აი უფრო აჯობებს, იმიტომ რომ რაღაც ისეთი სიტუაცია ახლა არ გაუკვირდება. იმ დროს როდესაც ჯერ ვიდრე ხალხი მისულია გასართობად. კი. და აი თავიდან ვიდრე იქ სიტუაციას ასე ვთქვათ ამზადებს წინასწარ. ჩვენი აზრია ეს. ჩემს პაატას როგორი გოგონა შეურჩია?
რა თქმა უნდა, ლამაზი ისეთია, რომ მეც რომ მომეწონება რა რაღაცა. აჰა. რა ვიცი. ისე ემთხვევა თქვენი გემოვნება ერთმა. ერთნაირი გოგოები მოგწონთ თუ მე და პატას? ნუ არის მომენტი რომ ემთხვევა, არის მომენტი რომ არ ემთხვევა. გაჩნია, იცი? მისია იქნება გოგონას, ისეთი რომ უნდა შეუტიოს პირდაპირ ჩემს პატას. დაიპყროს მოკლედ. უნდა ცადოს. რა გამოვა ის მე ერთად უნდა ვნახოთ. თქვენი პატა რას, აი როგორ შეიძლება მსგავს სიტუაციაში მოიქცეს, როდესაც მოჭარბებული დოზით იგრძნობს ყურადღებას და ხო, დაინტერესებას რა. მე ვფიქრობ, რომ რაღაცა კარგად მოიქცევა, ალბათ დაილაპარაკება შევა კონტაქტში. აუცილებლად. ვალდებულიც არის, ამხრივ არის ადამიანი. აბა რა, უხეშად და ცუდად ნამდვილად ვიცი რომ არ გაუშვებს. პატარა პრობლემა გვაქვს. ანუ მე მივდივარ 3 დღით გავდივარ საქართველოდან ჩემს საქმესთან დაკავშირებით მოკლედ რაღაც ბიზნეს ფორუმზე შეხვედრაზე მივდივარ ან მანამდე უნდა მოვახერხოთ ან მერე მაგრამ თუნდაც ისიც შეიძლება ალბათ რომ აი როცა მე არ ვიქნები რაღაც ხო უფრო მაშინ აქვს ხოლმე სული მამაკაცებს ხო რაღაცა ხედავ რა საინტერესო მეგობრებო ერთობ მნიშვნელოვან რაღაცას მოვკარი ახლა მე ყური კი იცი რა ეს კარგი აზრია შენ სწორი რაღაც თქვი თუ შეიძლება მამაკაცი ასე ვთქვათ ვიხმარეს ეს ტერმინს ამჩატდეს აფარფატდეს ალბათ ამის სწორედ მაშინ როდესაც მეუღლე საერთოდ იმ ქვეყანაში არ არის სადაც შენ იმყოფები და ბუნებრივია დარწმუნებული იქნება რომ არ ახარ იქ იმიტომ რომ გაგაცილებს ის მე მოვიწყენ მარტო მონიტორთან თან რა იცი იქნებ მე არ გითხრა ყველაფერი ისე იყოს და დაგიმალო რაღაცებს ჩემი მეგობარია მაინც აღარ მიფიქრია ხო მართალი ხარ მას რამეს მოვიფიქრებ, იქნება და მე დავტოვო ჩემს მაგივრად. დობით აღჭურვილი პირი, მაგალითად. მოვიფიქრებ ვინმეს, მე ვერ ვიქნები წინააღმდეგ, იცით? ხო. კი ბატონო, რატომაც არა? საინტერესო შემთხვევაა ძალიან. ძალიან საინტერესო შემთხვევაა. ყველაფერი გასაგებია. მისია მივიღე. პირობას გასდევრო წარმატებით გავართმევ თავს და რა თქმა უნდა შენს მიერ წარმოდგენილ დობით აღჭურვილ პირს გვერდით დავისვამ. გამარჯობა. ნახვამდის. გოგონას ვეძებ, ვისაც ბოიბენდები მოსწონს, შესაბამისად ბოიბენდების წევრები, რომელსაც შეუძლია რომ ერთ-ერთი ასეთი ბიჭუნა შეაბას, მოხიბლოს. არ ყავს შენი ასეთი? არა, მასა. შენ ისე არ გიყვარს რომ მაინც რაღაც ზანაცაა. თან თუ ხარ ვერ დაგეხმარები. რა ქვია? ანი. ლამაზი შარფი გაქვს. ძალიან. შენ ვერ დაგეხმარები? ეხლა არა. მე როგორ უნდა დაგეხმარო? აი, შენ რო მიმართო მის მიმართ ფლირტები. შენ რო მიყომ საკი? არა. ამ დონეზე არ მოწონს. გამარჯობა. რაღაც მინდა რომ გითხო რა. ქართული არის. რა ვქნათ ახლა ენაზე ველაპარაკოთ? ინგლისურად? ეგ რომ არ ვიცი. ია. თქვენ ბორჯომელი ბიჭები მოგწონთ? არა. მართლა? მაინც რა გავაკეთო? ნუ დავთავრდა მას ჩვენი საუბარი, წარმატებებს გისურვებ. ისე რომ მე მხარეს ანიჭებთ უპირატესობას. ლეჩხუმი? არა. შეიძლება რომ გითხო რაღაც. რო დავთავრებ ლაპარაკს. ვიული შენ ტრენდად კი? არ მოგისმენ. მე ვეძებ ლამაზობ შენი გოგონას. and ეს გოგონა ჭირდება გადაცემაში, რომ დავტესტო ერთი ბიჭუნა. რამდენად ერთგულია თავის გოგონას. ხვდები? ხო. მე მინდა წარმატება ვუსურო იმ გოგოს, ვისაც აარჩევთ და რაც შეეხება პატას იმედი მაქვს რომ გავუძლებს ხო? მე მგონი პატას უფრო უნდა ვუსუროთ წარმატება. ხო. Good luck პატა. აბა შენ იცი. გოგონას ვეძებ. ვის? რამოსამ შენიერს. ბევრი და შენ არ ცადია. არა. მე მგონია რომ გამოგივაშენ. არ ვამცელია. რა ეხა ეგეთი გოგო სალმამა. ისევ ზემოთ ხო არა უკვე? მე მგონი ჯობია. მოკლედ ჩემო მეგობრებო, შემოვიარე ქუჩები, ტრადიციულად ვიარე, ვისალ შევხვდი რა, არ ვკითხე, მაგრამ გოგონა ვერ ვიპოვე ესე ადვილად. მე აქ დავინახე ერთი გოგო, ჩვენი ერთ დელამაზ იჯდა თავისთვის აქ ტოტზე, მე ვითარცა შაშვი. მაგრამ მოდი გაფრინდა და აღმოჩნდა რომ აქ თურმე არის ჰაერი, ძალიან სუფთა, კარგია, მეტია ჟანგბადი, кайხსნა ტენში, უფრო უჯრედები. ვაზროვნებ კარგად და მოვიფიქრე ერთი გოგონა, რომელიც მე დამეხმარება. მოკლედ მეგობრებო, ხა ჯობია მე დავეშვა ახედან, თორემ მოსაღამოა და ჩიტები ხეებზე აფარებენ თავს. არ მიმჩიტოს აქ ვინმე. დავეშვი.
ხანია ველოდებით, მოკლედ ჩემო მეგობრებო, მანქანით უნდა მოვიდეს, გააჩეროს, რა ვიცი, უნდა გავიგო რომ მოვიდა ადამიანი. არ მოდის ჯერ. შეიძლება გადაიფიქრა საერთოდ წასვლა. ნახავ ეხა პატარა როგორ ასილებს მეუღლეს, დილით ადრე გაღვიძებული. ნეტა რა სახით გამოვა იქიდან ეს მაინტერესებს ალბათ. არ ვიცი რა სახით გამოვა. გელა მოდი გელა მოიმალე გელა გეურო გამოდი და გინახა გამოდი დაიმალე, მარტო მე კი არ უნდა დავიმალე. კაცი თავის პატიოსნებს მეუღლეს აცილებს. ადგომაც არ დაედარა დილის 8 საათზე. მოვიდა. კარგ ფრენას გისურვებ. წარმატებებს გისურვებ. არა. მიდი ხარ ეხლა შენ და მე მაბარებ შენს ბიჭს? კი, გაბარებ ნამდვილად, აბა შენიცი. მაქსიმალურად ეცადე რომ გადაეღო. არა, მე არ ვსწავლე, მე ვესწრები სიმართლე გაჩვენო შენ. მოკლედ, უამრავი წარმატება და აღარ დაგაგვიანებ ხო? ხო, მე გაბარებ. მადლობა. აბა ჰე, მაგრად. გელა შენ მოდი ახ, გელა შენ მოდი. ჩემი პატა მარტო რჩება მეგობრებო, სულ რამდენიმე წუთი და პატა მოიპოვებს რამდენიმე დღიან თავისუფლებას. მეგობრებო, ჩიტი მზად არის მახეში გასაბმელად. მზად არის. აფრიალდებ ცოტა ხანში. შევაფრიალებ მე მას. გამოვთეთ კილა კამერები. ბატონებო, სულ რამდენიმე წუთში ჩვენ შემოგვიერთება პაატა ხაშიძე, ერთ-ერთი ქუჩის ბიჭი, რომელიც მოვა იმისთვის, რომ იმღეროს if time-ში, მოამზადოს რესტორან, სამღერად ყველაფერი. თუმცა არ ექნება ამის დრო. მოსამზადებლად არავინ არ მიუშვებს, იმიტომ რომ მე ვიქნები აქ ჩასაფრებული. მოკლედ ჩემო მეგობრებო, მე ვარ უკვე ლოკაციაზე გამაგრებული და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მეუღლესთან ერთად არ ვარ ჩასაფრებული. მე ვარ ნდობით აღჭურვილ პირთან ერთად, როგორც ლილიმ გითხრა, რომ დაგვიტოვებდა ადამიანს, მაგრამ ერთი არ დატოვა. ორი. მოკლედ მეგობრებო, აი გოგონა. გოგონას ვიცნობ, ძალიან გამიხარდა მარიკულას და მოჩვენებით. სხვა შორის კლიპი გვაქვს ერთად გადაღებული და ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან კარგი გოგოა და მე მგონი ვიზუალურად ეცეთ გოგოა, რომ მე მგონი წესით უნდა დააბნიოს, ხო? დააბნიოს, რადო სიჭირდება. ეხლა ასწავლეთ გოგონას, უნდა მისცეს შევადარიგებები. ამ დროს როგორც წესი მეუღლე აძლევს ხოლმე შევადარიგებებს და ეხლა თქვენ უნდა მისცეს როგორ მოიწ რაღაცას შევას მოგცემ, რომ რაც შეიძლება მეტი სასმელი შესთავაზე. შემდეგ ძალიან ბევრს გელოდ დაგიწყებს ლაპარაკს სიმღერებზე, მე ესე ვფიქრობ, ჯგუფზე და საერთოდ კონცერტებზე. მე ვფიქრობ, რომ ეგ არის ჩააკვეთებს აუცილებლად რომ ვარჯიშობს. იქ გადადე იმაზე, რა ქვია, შეტევაზე, რაც შეიძლება ახლოს იყავი, მჭიდროთ იყავი და ნახოთ როგორ გაუძლებს ჩვენი ბიჭი. შვენიეროა, ძალიან კარგი გადაცემა გაქვს რა, ეს არის საჭირო. საჭიროა, ხო? მე ვიძახი, ეს არის სამუდამო შემდეგ უკვე ალიbi ხრებისთვის, რომ ისინი არის გაპრობებულები, ასე ვთქვათ, გამართლებულები, ხო, მოკლედ. ნახოთ როგორ ჩააბარებ ჩვენი მეგობარი ერთგულების ეს წარმატებებს გისურვებთ, მარიკუნა. მარიკუნა. დაეუფლა რა ჩვენი პასტანეთა კონცერტი რო გავაკეთოთ რა მალე.
ჩვენ თემა ვიცით და რა თქმა უნდა. ელები რო გავიაროთ უბრალოდ. აუგინა. მოვიდა ძმა მოვიდა. ესე იგი, გავიგე რომ ხო აქ რაღაც ღერი. მოდი სახელი გამახსენე რა. მარიკუნა, ხო? კი, მე შენ კლიპშიც ვარ გადაღებული. აჰა, რომელ კლიპში? გასულები ვართ. აჰა, 2 წლის ვარ. ხო. რაღაც ფართი მომწონს აქ, რაღაც ჩვენებას გეგმავ. მე თუ მოდავსავარჯიშებდა. თან გავიგე რომ რაღაც აქ ღერი. რაღაც და ანუ ხო შეიძლება რაღაცა შევთანხმდეთ, რაღაც ჩვენებას იმ ღერით გაიხსნას. რა თქმა უნდა. ახოთ როგორ გამიჩარდება მოვლენები. ჩვენს ამას გოგო აგირჩევია, ძალიან მადლობთ, მადლობთ. ჩვენ გვაქვს ესე იგი პარასკევის შაბათს, ანუ ხან პარასკევს გვაქვს, ხან შაბათს გვაქვს და რა ვიცი თქვენ როდისთვის ფიქრობთ ამ ყველას? ალბათ უფრო პარასკევს, იმიტომ რომ პარასკევს უფრო მერე შაბათია და დასვენება უწევს ხალხს და. ეს რომელი სამოგელოს აგენტია თუ როგორ არის? მარილევი. ანუ შენია თუ კი, ჩემია. მეტი ბატა. მეტი ხველება, მეტი ემოცია, გოგო. ეს ხველება იმართება ხოლმე, მაგრამ კი. ნერვიულობის დროს. ხო და ხა საგაზაფხოდ გვინდა რაღაც ჩვენების მოწყობა. მგონი არა, ხო, ცუდი ადგილი. არა, მშვენიერი ადგილია რა ფაქტიც კარგია. ქუჩის ბიჭებიც რომ ღერიან რაღაც უფრო ეს პრესტიჟული ადგილია, ხო? კი, ალბათ. კი, ალბათ არა, რატო? მე მომწონს თქვენი სიმღერები, ბიჭების ყველასი. რო დავესწრო თქვენს რეპეტიციას. კი, აბა დაესწარი. შეიძლება? კი, გეგმებით ახლა გურამიკოსაც ველოდებით 4 წელს და დიდ რაღაცებსაც ვგეგმავთ. ძალიან კარგი თორე რაღაც შოუ ბიზნესი. კლუბური კონცერტები კარგია ეს რა თქმა უნდა, ჩვენს გვახალისებს და ვინ ჩვენ გვისმენს და საერთოდ ვისაც ღამის ცხოვრება უყვარს. კითხე ხა შენ გიყვარს ღამის ცხოვრებაო? კითხე პატა. შენ უთხარი გოგო რამე. მაესტრო მიზის, ორი მაესტრო მიზის. თან გურამი ჩემი ფავორიტი იყავი თავიდანვე. გურამი. გოგონა აირია. ხო, ეს ქუჩის ბიჭები. პატა. პატა. აპა გურამი. არა მგონია წინააღმდეგები იყვნენ ბიჭები, რაღაცა ჩვენება და გახსნა და ეს ყველაფერი ერთად რო იყოს. რა წინააღმდეგები მოყარე გოგო გოგოები. მოდი, ხას. მოყარე გოჭები. ის ბიკინი 2017. გააკეთე. აქავარ. თავისუფალ დროს რით ხარ დაკავებული? თავისუფალი დრო თუ მაქვს, ვარჯიშზე დავდივარ. მართლა? ხო, რაღაცა ფორმა შევინარჩუნო, ცოტა წლები გვემატება ბიჭებს. რაღაცა მოწყენილი მე ჩვენი რამე ხო ვარჯიშ. დილით ნახე აეროპორტში იცინოდა. თქვენ? რა, მე მიყვარს ახლა კლუბების სიარული. ესენი ერთმანეთს დაკერავენ ხოლმე კონტრაქტს დადებენ მალე, რაღაც მემორანდუმს გააფორმებენ. ხო. რამდენი გოგო იქნება ჩვენებაზე? კაცრავად. ახლა ჩვენებაზე სადღაც 20 გოგო იქნება. მივიდით რა ეს. მარიკა. მარტინი. გიყვარს მარტინი? კი. საერთოდ ალკოჰოლურ სასმელთან შორს ვარ, მაგრამ აო, დავლიოთო. ხო, არ სვარ. წინიო. მეც იშვიათად. ეხლა რატო? არ ვიცი რატო. 1000 ერთხელ ხო არა უშავს. მაგრამ ისე ვარჯიშის დროს არ შეიძლება. ვარჯიშის დროს არანაირად. ხო, არ შეიძლება. მაგრამ გოგოსთან ერთად როცა ხარ მაშინ ხარ ხა ისე რაღაც. და კარგ ლამაზ გოგოსთან ერთად. მადლობა. აჰა. ის კომპლიმენტი უთხრა, ბიჭო. კი. მოდელი ხო? ისე რომ. უკვე მოდელი აყარ. აბა. უკვე მე ხემძღვანელობ გოგოებს და ანუ საინტერესოა შენი ამბები. კი. ბიჭო, მე მგონი რაც უფრო წლუპავენ ენელა შევენ ესენი. ხო და რა სვავს, არ ახსოვს ისა? ის რა, ის თაფლიან წყალს უეჭველი არ რაღაც. ხო, არა, თაფლიან წყალი ლიმონის წვენდა. არა, დავინახე რომ არაყი ჩაუსხეს. პატარა სიმღერა მაქვს ახალი და ისმინა რომ მოვისმინო მე რაღაცა და გავიარო რეპეტიცია და მე ბიჭების გააქვს ტელეფონში აქ სიმღერა. კი, მაგრამ შეიძლება რომ მოვისმინო. რატომაც მიდი გოგო, ან მიდი ბიჭო რაღაცა კენით. მე ვისყინეთ აქ. შეიძლება ითქვას რომ მეორე ან მესამე ხარ ვინც ისმენს. მართლა? ანუ ექსკლუზივი მაქვს? ვისთანაც ვაკეთებ იმანისის მარტო და
ისი მოხვალ ჩემთან დღეს სიყვარულის სამღამეს რა სიმღერა მე არ ვიცი ეს ახალიაო ხო გითხარ ჩვენ შეხავთ აია ჰეპი რაღაც პოზიტივი მოაქვს არა კაიფო იქნება ჩვენ მოგწონს ბიჭებო ჩვენ აქ ვიწავიდა ოპა გახიტება აბა რა აი კაცებს ხალხი გახიტდება ნო გახიტდება ბიჭო გახიტდება ეს გოგოს მოუარე ჩემთან დაშუაჭიანა სიმღერა ჩვენ გაგიხიტე როდისთვის მოიყვა გოგონებს სამი ნუ ალბათ პარასკევს ხო ჰეპი უნდა იყოს გოგოს გოგო არა მაგას კაი კლიპი სასჭირდება და კაი გოგო აი გოგო შენაი მადლობა ოპჩუნ გაცნობაზე გამარჯოს ეთილი ოფილიკოს და რა ვიცი შენ ბიზნები მინდა დაიღოს ანდილოსებს გაუმარჯოს დილა ქალი საღამო ქალი წვიმა ქალი წაუკითხე ლექსი არ რაღაცა ქიმი ან ვაფშე გადანიშიტევა თორე შემოვედით ლექსები ჩვენ ქვეყანას გაუმარჯოს და ჩვენ შეხვედრა გაუმარჯოს საქართველოს კარგი წვენია შენიც ხო კარგი და გაგასიო კაი გამასინჯო გამასინჯო ოჰო კიდე რა კიდე გამოვიცნო რა არის არ ვსვავ და მეორე ჭიქას ვსვავ უკვე რაღაც ძალიან ხო გითხარი აი ეხა გადავიდეთ თონდე მაინც ამახსოვრად გქონდა ჩვენ გადავიდეთ ეგა ნასვამი სახე გაქვს ვითო ხათანი მიხებს მოგეკიდა ცოტა ხო შენ არა არა მოდი გაგვიმარჯოს კიდე სასმოს არ უშვებ ხო ხელიდან არის ბევრი ამაში შეკონია რომ ბევრია სასმელი არა შენ აიცი გრძნობა ნახი აბა კარგად კიდე შენ რა გინდა ხმეს დამად რა შენ თუ გონია რომ მე მთვალი ვარ არა რაღაც თვალები მოდი ჩვენ მომავალ ივენტს გავუმარჯოს აჰა აი სულ არ არის ამაში არაფერი ხო ისეთი არა მაგას აქვს რაღაც რაღაც ჯადოსნური ამბები არის შეგდი შენ რამე სხვა სხვა ჩაუყარეს კაცო მიგასო ხო გავიტუროთ მე და შენ სხვა ახალი სიმღერა არ გაქვს სხვა ახალი სიმღერა იცაბავ ნახოთ რა გვაქვს კიდე გავწითრდები ახლა ესე იგი რამდენი გოგო გეყოლება რაღაც 20 ყველა შენაირი ლამაზი გოგოა ყველა ლამაზი გოგოა შეიძლება არ იყოს შენაირი ყველა ლამაზი გოგოა რა კარგი ბიჭი ხარ ხო შენს კაი გოგოა ძალიან ეს რაღაცა ისე გამომეცხადე სიზმარი ხო არ ვიცი სიზმარია თუ რა არის კაია გამიხარდა შეხვდით აი ნახე ახლა რა მაგარი სიმღერა ლამაზ გოგოებში შენ აი ლამაზ გოგოებში შენ არავის გავხარ რა ლამაზი აი დია ალო ისმენ ვატა რა შვები როგორ ხარ კარგად შე როგორ ხარ სად ხარ სად ვარ და მოვედი ვიპ ტაიმში ტაიმში რა ხდება კაცო დღეს ხო არა გაქვს კონცერტი კონცერტი ზედა გაქვს რეალურად რეპეტიცია ვისი რეპეტიცია ჩემი ამბავი მაქვს რაღაცა სიმღერა უნდა გავიარე ხო და დღეს კონცერტი გვაქვს ხო იცი ხო არ დაგავიწყდეს ეს კონცერტი გვაქვს 9 საათზე და ცოტა ისა რა ქვია მგონი უნდა იჩქარო იმიტომ რომ ჯერ ადრია კაცო ხო რა ვიცი რაღაცა ისე მოლაპარაკები მე მგონი არ ახარ მარტო ხო რა იცი რო არ ვარ კაცო რა ვიცი რაღაცა ისე ცოტა დაბნეული მეჩვენა გოგოსთან რო ხარ ხოლმე ისე მოლაპარაკები კაი არ დააგვიანო დროს გელოდებით მე და პიკასო ერთად ვართ ვაფშე 19 აჰა იყავით მამი ერთად იყავით და მოვალ მეც კაი 9 საათზე მადა ვარ მათ კაი მამა კაი მე გავჩერდი რა ვიცი
აი ხა ამ სიმღერის ფონზე რაღაცა კარგად ხარ შენაირ ლამაზ გოგოსთან ერთად. და კარგი, მაშინ გავაგზავნოთ საუბარი. თავში კავებს, რაღაცა ისე. ნუ კომპლიმენტებსაც ეუბნა, აბა ჯერჯერობით აბარებს კი. აბარებს. ხო, შეგვიძლია ლილეს უთხრათ, რომ რა ვიცი, ნახავს ისედაც ყველაფერს, მაგრამ ჩორდა დატოვოს. მაგრამ ნუ ამის დატოვება შეიძლება. ამის და ამ ბიჭის დატოვება შეიძლება. ოღონდ მარტო. მოიწილო შეფასება რა. რაღაცა ჩემთვის ახალი იქნება უფრო საინტერესო. ეგრე პატი. ოჰო, აი ой, მართლა ნომრები გავცალოთ? კი, აბა. აუ, რა მაგარი სურათია, მარი. აქ როგორი გოგო ხარ ისეთი რაღაც. ხოთხებ საქმიანი ურთიერთობა გაქვს უკვე. ნომრები კონტაქტები უნდა გაცვალოთ. აუცილებლად. მეილი დამიდასტურე. ნომრები გაცვალეთ. წინა გოგო მითხრა და აისხილდა ეგ ამბავი. ეთყობა აბარებს, ნუ არ უყვარს ამ ბიჭს ისა რა ქვია, ცოლი და ცოლშვილი და ბიჭი. ძალიან კარგი გოგო ყავს, ძალიან. ხო და ნუ ისე გენდოთ თქვენ ძმაო, რომ აი ნუ არ ვიცი და თქვა რომ ეს ჩემს წარმომადგენლებს ტოვებო და ჩემი ნდობით აღჭურვილი პირებიო და რა მაგარი ნდობით აღჭურვილი პირები ხარ, ორი პატარა ეშმაკი ზისა. მიდი ბატა. ვიცაკოთ? არაო. ვიცი ყოთ. ცეკოს განკარდა. ზის პირველ დღის გაყვები დამჭები მარტო როცა მე ვშიტოვები მასე დასმევები არასოდეს აღარ დახვიდე რატო არა. მოიცრან დამეტანი მაგა. ჩამოვიდა. მართავს მაგა. მაგალი. ესეც მაგალი ვარ. ალკოტესტ ვერ აბარებს. ერთგულების ტესტს აბარებს, ალკოტესტ ვერ აბარებს. და უთხარი რომ სანთო ხარ თქვამდე. სადახარ კონცერტი. ოპა. ხო ვიხარი იმაში რაღაცა სხვა განწყობაშია მე. კარგად. მოდი ნახო. დაჯექი, ნაბადაგი. იცი რა არის? დაშვები როგორ ახალ? ვერ მოიწმინეთ ხო ერთი ნახევარი საათი. გველოდება კონცერტი. რომ საათია 9 საათია რა. მე არის 9 რომელი? იცი რა ამბავი ხარ? ისე მელაპარაკებოდი ტელეფონზე რომ მივხვდი რომ რაღაცა ამბავია მეთქი და შემოვიარე. ცუდი ამბავი რა. კარგად ძვაში. ჩემ დირექტორად მიდაგნიშნა ის. არა რაშუაშია აქ რაღაც საქმე მქონდა თან გამოვიარე თან დავიჯერე. გამართლა ძმაო. გამართლა. მე გეუბნეოდი მაგას. რა გიდა. არა ზაში მოგერე. უეჭვალი. თან ისე გაიცანეთ მარიკო. ვიცნობ ჩვენ კლიპს არის ჩვენთან ერთად და კი. მე არ მახსოვდა და არა. კი 1 საათი. 1 საათი რაღაცა აი დაყადე ინფორმაცია. დაგადეკით თავზე ფაქტიურად. მე მგონი ზედმეტები ვართ, ხო არ წავიდეთ ჩვენ ხო ვიმღეროთ დღეს კონცერტზე. მე და შენ. დღეს კიდე ერთი კაცი მღერის ჩვენთან ერთად კონცერტზე. ანუ ვისთან ერთადაც უნდა ვიმღეროთ, ეხლა დაუძახე და დაცალე ჟორი ბოთლი. თავიდან დაძაბული იყო და მე რაღაც ალკოჰოლმა გაახიარო.
ალკოჰოლმა კი უშველა აშკარად რა. არიკუნა ფანტასტიკურად იქნება. კი, ფარგუნა. შენც მინდა გითხრა რომ კარგად ჩააბარა. რა ხო ვერ დავაძალეთ, არაფერი ამბო შენ ჩააბარა. არაფერი. მეც მიყარხარ ძმა, ამის მე ხო. მაპატი. არა რა. ჩვენ აი თელის უნდა გულით ხედავ გულშემატკივრობდით და რა ვიცი, მაგრამ რა ვაკეთებ. მეტი რა შორის ლილე ხო წავიდა და შენი თავი დღეს ჩაგვაბარა ჩვენ რომ აი ბიჭებს ვენდობიოდეს. კარგი ამბავია უკვე და ჩვენ კადრს უკან რასაც ვაკეთებ ცალკეთებ, მაგრამ როგორ გულშემატკივრობ, მაგრამ დღეს შენ ჩააბარე ეს ესე ჩააბარე ყოველ ბიჭი. მოგეწონა ხო ეგიზე? აგიხეს ყველა. ერთი განცხადება მინდა გავაკეთო და აი ოფიციალური ნაკვაი გულამი სანამ ჩამოვა. აჰა. მიკასთან ერთად რო გავაგზავნო ჯგუფმა მოვაწევო. რაღაც ერთი სიმღერა ჩავწერო. მაშინ და ყველანაირად ჯდება ურამ ჯგუფში. მაშინ და გადავარ. ურამი. მიკა ჯდება ჯგუფში ყველანაირად. ჯგუფს და გადავარდა სახელი. ერთგული ბიჭები. მიკა ერთის დავლივი და წავიდა. გაუმარჯოს მარაოს, ხო? მადლობა. გაუმარჯოს მარაოს. აი ესე დასრულდა დღევანდელი ერთგულების ტესტი, ჩემო მეგობრებო და ჩვენ ნახეთ როგორ ჩააბარა ის პაატა. ცოტათი განსხვავებული სხვა დანარჩენი ტესტებისგან შეიძლება იყოს, მაგრამ მაინც ჩაბარებულია. ბიზნეს მოლოდინების რაღაცნაირად გამართულდა და ოჯახშიც სიმშვიდეა. მე ყველას გემშვიდობებით და რა თქმა უნდა ყველას ერთგულ პარტნიორს გისურვებთ.